თუ არჩევნებზე ადამიანი წავა და მისცემს ხმას ქართულ ოცნებას, ის აძლევს ხმას აი ამ უჩარჩო მიგრაციას საქართველოში უცხოელების. შეიძლება ეხა ადამიანებს ზოგს შეიძლება სამსახურით აშინებენ, ზოგს შეიძლება რაღაცა პრობლემები ქონდეს. სხვადასხვა ხერხებს იყენებს ქართული ოცნება, რომ ადამიანებს აიძულოს ხმა მიაცემინონ თავის თავზე, ან თუ მათ არ უჭერენ მხარს, სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ, რომ საერთოდ არ წავიდეს ეგეთი ადამიანი არჩევნებზე, ხო? არ ვიცი, ვის შემთხვევაში რა არის, მაგრამ უბრალოდ ყველა უნდა აცნობიერებდეს ერთ მარტივ სურათს. ქართული ოცნება ძალიან დაინტერესებულია და მათი ინტერესებიდან გამომდინარეობს ეს პრობლემა, მიგრაციის პრობლემა. მაგას მინდა დავამატო ისიც, რომ მაგალითად ევროპის მოთხოვნა არის ის, რომ გამკაცრდეს მაგ ქვეყნებთან საიმიგრაციო პოლიტიკა, ანუ ვიღაცამ შეიძლება დააბრალოს ეს ყველაფერი იმას, რომ deep state-ი აძალებს, ხო, ქართულ ოცნებას, მაგრამ მაგაშიც უნდა გვესმოდეს, არავინ არ აძალებს ქართულ ოცნებას. ეს კონკრეტულად ქართული ოცნების ინიციატივაა. ევროკავშირი ეხლა ემუქრება საქართველოს უვიზო მიმოსვლის გაუქმებას და ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ჩაწერილია უვიზო მიმოსვლის გაუქმების მიზეზი, არის ის, რომ საქართველოს უნდა გაამკაცროს ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც უნდა გამოასწოროს მათი მოთხოვნით. უნდა გაამკაცროს ისეთ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა, რომლებიდანაც რისკია ევროპაში მიგრაციის. კონსერვატორების საქართველოსთვის